გამარჯობა, სარბიელის პოდკასტის დროა. ახლოვდება სარბიელის ტრადიციული გამოკითხვის შედეგების გამოცხადება. უახლოეს მომავალში საქართველოს 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაც გეცოდინებათ. დღეს კი ჩვენთან სტუმრად არის აი ამ შესანიშნავი პრიზის ავტორი მოქანდაკე ლევან ვარდოსაიძე. სწორედ ეს პრიზი გადაეცემა საქართველოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს. ბატონ ლევან, გამარჯობა. სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. გიორგი, ილია. ბატონ ლევანის კაცი არის. აი ამ შესანიშნავი ქმნილებების ტაიტლებით. უთხრათ მაყურებელს. უთხრათ მაყურებელს. თქვენ ეთქვით თუ ჩვენ ვთქვათ? მოდი ჩვენ ვთქვათ. ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, ბატონ ლევანი არის ეს კაცი, ვინც გააკეთა სარბიელის უკვე ყველასათვის ცნობილი პრიზები, რომლებიც გადაეცემა საქართველოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, საქართველოს ნაკრების სეზონის საუკეთესო დებიუტანტს და ერთ-ერთ ვეტერან ფეხბურთელს ქართული ფეხბურთის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის. მადლობა თქვენი ხელისთვის. ესეთი ბრწყინვალე ნამუშევრები. თუ შეიძლება ერთ კორექტივს შევიდა. მხოლოდ ერთ კორექტივს, ესე იგი, ქანდაკების უბრალოდ პატარა ისტორიას მოგახსენებთ. თქვენ გავიგე, რომ ესე იგი თქვენი გაზეთის მეშვეობით და თქვენგან პირადად, რომ ესე იგი ეს საჭირო იყო ეს პრიზები, მაგრამ თავიდან ჩემი მეგობარი, ვინც ჩვენ ერთად მუშაობთ, ტექნიკურ საკითხებთან ერთად დაკავშირებულიც არის ეს ჩამოსხმა მაქვს ხელოვნებაში. თემურ ლომიძის იდეა იყო, რომ კინოს ეს ორი პერსონაჟი ფილმიდან ყოფილიყო და ეს პატარა ბიჭის ქანდაკება. ხვედელიძე, ხო ეს არის გიორგი გიორგობიანი, არის ასეთი მოქანდაკე, მისი ქანდაკება და ეს ორი არის ჩემი ქანდაკება. და ხა ეს მინდოდა მაინც რომ ახსენოთ ეს ადამიანი, ვინც მოდი მაყურებლებს უთხრათ, ბარემ ეს ვთქვათ. ხო, ვინ არიან გამოსახულები ცნობილი ფილმიდან ხვედელიძე დაცვას მიხედე. ორი გოლი მინდა. ფეოლადან, რომელიც გადაეცემა საუკეთესო დებიუტანტს და ცნობილი იასონი დოდო აბაშიძის პერსონაჟი პირველი მერწყლიდან აი პლაჟზე რომ უაბიჯებს დოდო აბაშიძე ზუსტად საოცარი კადრია და მე შესრულებას იასონი დაგვაკლდა 4 სექტემბერს ისე თურქებთან. თურქებთან ეს. ბატონო, მესამე პრიზი, ეს არის ხარი. ხო, რომელიც გადაეცემა განსაკუთრებული წვლილისთვის, ასე ვთქვათ, ბებერი ხარის რქებით ხნავენო და დიახ, რომელმაც ეგიდია ჩადებული. ვინც ჩვენი ფეხბურთის ესეთი, რა ვიცი, ფუძეს ჩაუყარა საფუძველი სწორად ფუნდამენტს. ბარემ ვთქვათ, რომ ეს ხარი უკვე სახში აქვს მურთას ხურცილავას, ჩვენს დიდ კაპიტანს და მეორე დიდ კაპიტანს ასევე მანუჩარ მაჩაიძეს და ბარემ ვთქვათ ეს ყველაფერი ამ დაჯილდოების შესახებ. სამივე პრიზი უახლოეს მომავალში გადაეცემა თავის პატრონს. ვეტერან ფეხბურთელს ასახელებს სარბიელის რედაქცია ერთპიროვნულად ჩვენი გადაწყვეტილებით გადაეცემა ეს პრიზი სასიკადულო ქართულ ფეხბურთელს, რომელიმეს ჯერ არ ვიცით, ასე ვთქვათ. და იასონი და ხვედელიძე სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად, იმ გამოკითხვის, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკვე დავამთავრეთ, შედეგები ცნობილია, მაგრამ ჯერჯერობით ვიტყვით, როცა არ ვამბობთ. თავი შევიკავოთ, თქვენთვის ვარ გითქვია ჯერ. არა, მე ნამდვილად არ ვიცი, არავის ერთადერთი დავძინოთ, რომ აი ხარი ატარებს, ასე ვთქვათ, ბასას სახელს ეს პრიზი ატარებს ბასას სახელს, ავთანდილ ღოღობერიძეზეა ლაპარაკი. ძველი თაობის გულშემატკივარი იოლად მიხვდება, ახალგაზრდა თაობას უთხრათ, რომ ძალიან ძველი თაობის ესეთი ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო ავთანდილ. პირველი, ყველაზე ბევრი გოლის გამტანი დინამოს აისო. ის სახელს ატარებს ეს პრიზი, რომელიც გადაეცემა ჩვენს უდიდეს ფეხბურთელებს და რა ხელა ბედნიერებაა ყობა, რომ ყავს არჩევანის წინაშე ვდგევართ, ხელ არჩევანი გვაქვს ძველი თაობის დიდი ფეხბურთელების. დიდი და სასიკადულო ფეხბურთელების. ეს ყველაზე ორიგინალური ეს არის რაღაც ძალიან. აი ბატონ ლევანის იდეა იყო და შესრულება და ყველაფერი ბატონ ლევან. მოდი დავიწყოთ და გითხარით ჯერ აქედან დავიწყოთ.
ყველაზე პატარა მასშტაბით, მაგრამ ყველაზე მრავლისმხრივი. ნუ თან აქ აბსტრაგირებულია ხარი, ეს ხარი მოგეხსენებათ ახლა მე შექმნილი მაქვს 87 წელს. დიდი ქანდაკება არის ასეთი, რომელიც მაშინ შექმნილი და ნუ გამოფენებზეც წამიღია ხშირად ძალიან ბევრ ქვეყანაში ასეთი ჩემი ქანდაკება და შემდეგ როდესაც თქვენ მითხარით აი ეს ვეტერანი ფეხბურთელთან დაკავშირებით რაც ქანდაკება ორი ფილმიდან იყო ორი პერსონაჟი ფაქტიურად ფილმის პერსონაჟებია და ნუ უფრო ესე იგი არაფეხბურთის სტილში არა ნუ ადამიანის გამოსახულების გარეშე რომ ყოფილიყო და უცებ თვალწინ წარმომიდგა რომ ეს ბასას ამ ხელა დიდი ჩვენი ფეხბურთელის ავთანდილ ღობერიძის სახელობის პრიზი იქნებოდა და ნუ როგორც ვეტერანს ეს ხარზე ბურთის ასე ვთქვათ მოთავსება და აი ამან გამოიწვია რომ უფრო განსხვავებული იყოს სულ ერთნაირი ხთორ შეიძლებოდა რაღაც ფიგურატიული გამიკეთებინა ჩვეულებრივად მაგრამ ეს მე მგონი ეს შინაარსობრივად და ზომითაც თავისი ყველანაირად ესეთია ვიტყვიან მონუმენტურია ამას ვთქვათ რომ სამივე პრიზს გაუკეთდება შესაბამისი ოქროსფერი წარწერები აუცილებლად რა თქმა უნდა რა პრიზია და ვინ არის ლაურეატი ეს როდესაც უკვე ცნობილი ხდება რომ ეს უნდა გადაეცეს რა თქმა უნდა პრინციპში კი შეგვიძლია უკვე რომ დაამზადოთ მაგრამ ჯერ უბრალოდ რა თქმა უნდა უფრო საინტერესოა ეს ძალიან მაინტერესებს ვის ბატონლევან იასონზე გითხარით იასონს რაც შეეხება ესე იგი როდესაც აი ეს იდეა მომაწოდეს რომ იქნება საკმაოდ ძიმეა ეს არის ბრინჯაო და არის ამ სხმულისთვის ეს ქანდაკება 50 სანტიმეტრია თავის პოსტამენტთან ერთად წარმოიდგინეთ და ასევე ეს არის цариელი შიდა მხარე. ეს რომ იყოს სავსე, იქნება სამჯერ ზუსტად უფრო მძიმე. იმიტომ თვითონ ბრინჯაოს მოგეხსენებათ კუთრი წონა აქვს საკმაოდ სერიოზული და ამიტომ ჩვენ ახლა მოქანდაკეებისთვის ეს წონა არ ითვლება მძიმედ. იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ესე იგი სხვანაირად არ გაკეთდება. არა, როგორ შეიძლება ამის გაკვირვება? წარმოუდგენელია. ეხლა წარმოიდგინეთ ეს რომ ოქროში იყოს ჩამოსხმული, რამდენჯერ კიდევ მძიმე იქნება ეს ქანდაკება და ამიტომ ეს წონა ამისთვის აბსოლუტურად შესაბამისია. შესაფერისი. ოქროს ბრინჯაოზე მძიმეა? რა თქმა უნდა. ფეხბურთელებისთვისაც არ არის მძიმე. ეხლა 13 კილომეტრს არა რა თქმა უნდა. მე პრინციპსაც დაიჭერეთ. არ არის მძიმე. არა უხდება ხო ესეთი მასიურობა უხდება პრინციპს. ქანდაკება თვითონ ისეთი რამეა რომ აი ჩატე ქანდაკება აი მაგალითად რაღაც ახლა თანამედროვე მასალებია ეპოქსიდ შერეული რაღაც ფორმა პლასტებით და ასე შემდეგ გაკეთებული და ხო აი რაც მაღაზიებში კარგად აღნიშნეთ ხა ის არასერიოზული სუვენირის დონეა და ეს არის ნივთი რომელიც ესე იგი ამას არაფერი არ დააზიანებს საუკუნეებს უძლებს და უდეშვიხდი ერთი წამი გაგაწყვეტინებთ მაყურებელს ესეც უთხრათ რომ სამივე ჩვენი ექსკლუზიური პრიზია ეს დამზადებული ჩვენი მოქანდაკეების მიერ და ვერ შეხვდებიან ვერსად ვერცერთ მაღაზიაში და ვერცერთ საგამოფენო დარბაზში ხო არის გამარჯვებულისთვის ექსკლუზიურად დაწესებული და ამითაც არის ფასეული არა მარტო იმით რომ ეს გადაეცემა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს არამედ თვითონ აი ამ ფაქტის გამოსვლა ეს არის სპეციალური შეკვეთით დამზადებული არის ორიგინალი ვერ შეხვდებით ვერსად არ არის ეგრეთ წოდებული მასობრივი მოხმარების რაღაცა ჯილდო არა და ყოველი სეზონისთვის ყოველი გამოკითხვის წინ მზადდება ექსკლუზიური შეკვეთით ეს და წელი აი ხა 25-ია ხო 2025 აი სიგნატურა აქვს ჩემი ორივეს ქანდაკებებს და იქ წერია ის წელი რომელ წელსაც კეთდება ესე იგი მესამეა ეს პრიზი ესე იგი 23 24 და 25-ია ხო მომავალ წელს კიდევ ყოველ წელს ერთი ცალი
ასეთი და ეს უშუალოდ თავისი დამატებით მხატვრული ღირებულება გააჩნია რა თქმა უნდა ასე იგი არა მახსოვს რომ მივედი პრიზი უკვე გამზადებული იყო ყველაფერი აბსოლუტურად ჩვეულებრივი პრიზი იყო არ გამამატარა ბატონ ლევანამ არაო ის სიგნატურა და გაუკეთო აუცილებლად ერთი საავტორო ნამუშევარია და ვისაც თქვენ გადაცემთ ასეთ ცნობილ და რა ვიცი ჩვენთვის პატივსაცემ ადამიანს ხომ იმასაც ისეთივე პრიზი უნდა გადასცეთ რომ ის არ იყოს სადღაცა ესე გავლით ნუ თუნდაც მაღაზიაში ელემენტარულად არის სუვენირების რაღაცა იქ ნაყიდი არა მაგას ნაყიდულობდეს არა მაღაზიაში ჯერ ჩვენს გამარჯვებულს არ ვაკადრებთ და მე ჩვენ თავს არ ვაკადრებთ რომ ეს არა მის თქვათ ესე იგი ბოლო 2 წლის გამარჯვებულები ხვიჩა და მამარდაშვილი და ამისიც გოჩოლეიშვილი და იმის წინ ვინ იყო ქოჩორა და გოჩოლეიშვილი და მერე ქოჩორა და ეს თქვით უკვე და ბატონ ლევანი შარშამ ესრებოდე ჩარშამს ორივე გადაცემას ვესრებოდ. მოგეწონათ? დიახ, ძალიან, ნუ, რა ვიცი, ჩვენიერად მაღალ დონეზე. შარშანდელი უფრო ისეთი იყო თავისი რაღაც მუსიკალური ნომრების იყო თითქოს თუ ყველაფერი იყო მე მგონი რაც ბავშვები იყვნენ კიდე რაც თავარი, ეს ძალიან მომეწონა. პატარები, ნუ პატარები როგორ ხომ და ბურთებს ჩუქნიდით მახსოვს რაღაც ვიქტორინა ავტოგრაფები და ეხლა იმ ბავშვისთვის აი რა ვიცი, ამხედა სიამოვნება, სიხარულია, ხო? და ისედაც ბავშვებმა უნდა უყურონ ამ ყველაფერს, ჩვენ ვიცით, გასაგებია, რომ სტიმულია მათთვის, ხო? ჯერ კვარაცხელიას ეს წარმატებები, მე გაგებული მაქვს, რომ ძალიან ბევრი ბავშვები, აი ჩემი მეგობრების შვილები, ნუ ახლა შვილები უფრო მოზრდილები, უკვე ფეხბურთით დაინტერესდნენ, იმიტომ რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც სპორტის გარკვეული სახელობა წინ მიდის და ამხელა მსოფლიო აღიარება ეს. ადგილები აღარ არის, ადრეც მithქვია, მაგრამ წვრთნელები ადრე იქეთ ეხვეწებოდნენ მშობლებს, ბავშვი მოიყვანეო ფეხბურთზე და ეხლა ტევა აღარ არის, აი ჩემთან მაგალითად ბევრნი არიან დიდი ღომში, აი 4 ის გაიხსნა და ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ასე ბატონ ლევან, იდეა გითხარით იასონეს. იდეა ეხლა ხომ მოგახსენეთ ეს იდეა თქვენგან მოდის ბატონი თემური ლომიზისგან და თქვენგან რომ აი ეს ქანდაკება შექმნილიყო. ამიტომ ნუ ახლა ეს ისედაც მახსოვს ეს ფილმი, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია და სპორტულ ფილმებს, სპორტზე გადაღებული ფილმების ბევრი არ არის, მაინც და მაინც რო ვთქვათ, ხო? ახლა ძალიან ბევრს ვერ გავიხსენებ. ჩვენი ფილმები მაქვს ქართული მხედველობაში და იმ წუთში თვალწინ დამიდგა ეს მომენტი, როდესაც ეს ხვის ნაპირთან მოდიან მთელი გუნდი და ესეთი გამარჯვებით, შემართებით და ესე იგი ქანდაკებაც იცით როგორ სტილში გავაკეთე. აი ერთი ამოსუნ თქვი გამოძერწილი ხვია ამას. აი და ნაძერწები რომ ჩანს, იმიტომ თვითონ ბატონი დოდოც ისეთი პიროვნება იყო, ძალიან ფიზიკურად ძლიერი და რაღაც აი გაშლილი ადამიანი იყო რა, ესეთი და ხო აი იცით აი ხასიათითაც აი რაღაცნაირი ლაღი ადამიანი იყო და ამიტომ ეს მომენტი უცებ ხო ფილმში რამოდენიმე კადრია რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი კადრი რომელიც განსაკუთრებულია. უცნობილესი კადრია ეს ხელის აწევა და თან კონტრასტია ბურთი და ხანჯალზე ეს ხეს რაღაც თან მეომარიც არის. თან დიდი სპორტის ესე იგი დამფუძნებელი ყველანაირად და ეს ჩოხა, ნუ ეს წარმოიდგინეთ ფეხბურთის ბურთი და ჩოხა, ნუ აქ რეჟისორის გათვლა უნიკალური. ხო, ამიტომ აი ესეთი და მეორე ქანდაკება, ხო, ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ნუ ისევე ჩემი ქანდაკების ერთ-ერთი მოდიფიკაცია, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინა მოქვს შექმნილი. ჩვენ ფილმები ხო ვახსენეთ, ქართული ფილმები. პირველი მერცხალი ფეოლა ერთი გვაკლია ბურთიდან მოედანი. ბურთიდან ეს არის თუ არა ჩვენ თუ ოდესმე დავაწესებთ საუკეთესო გულშემატკივრის პრიზს. ო, ეს იქნება არაჩვეულებრივი. და იყოს აი ეს იპოლიტეს თუ არა ეს ბილეთი. აი ეს იდეა დავიმახსოვროთ. და მან ერთი უნიკალური კადრი არის, არ მინდა ფინიში რომ მორბის. და იმათ სპორტსმენი გონია, თამას თავის დარდი აქვს რომ ტრიბუნაზე მოხვდეს. აგარ მინდა ფინიში, გადადის ტრიბუნაზე და
ეხო ვიცით ნაღდი ამბავი მომხდარა იტალიაში. მართლა ეს სინამდვილეში მომხდარა ეს კუჭკუჭის ვარიანტი რა ეს აი თითქმის ერთ-ერთი გავს იმ ისტორიას საკითხული. ნეაპოლში მოხდა. აი გულშემატკივრის პრიზი მომეწონა ახლა თქვენ. აი იდეები საიდან მოდის? საუბრიდან და ასეთი თუმცა საწყისი მაინც ის არის ფილმები, რა ფილმების დავასახელეთ მართლა გენიალური. არა, ნუ ხა სამივე შედევრებია. ძალიან ძლიერი ფილმებია. რამდენჯერაც არ უნდა გადიოდეს, ნუ ტელევიზიით დავარქვა, თორე ხე ინტერნეტში ყველაფერი. სიამოვნებით უყურებს ადამიანი, ხო, ნებისმიერი თაობის ადამიანი. ბატონ ლევან, სპორტულ თემატიკაზე მე ვარ თქვენ სახელოსნოში ნამყოფი და ნუ თავის სადღაც გალერეაში მგონია. რო სასწავლე ნამუშევრები მაქვს ნანახი და აი აქტუალებული დავჭი. აი რაღაცა ცნობილი გალერეები რო არის, აი იქ გონია თავი, როცა ბატონ ლევანთან ვარ სახელოსნოში. ველოსიპედი განსაკუთრებით მომხდარა. ველოსიპედი. ველოსიპედის არ ჰოკეისტი მყავს თან. ჰოკეისტები, მეკარე, ძიუდო. და ბატონ ლევან. შარშან ჩვენ ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და აი იმ გასვლას ამდენ წარმატებას მიუძღვენებთ. პირადად მიუძღვენი ქანდაკება 85 სანტიმეტრი გახლავთ, აბსტრაგირებულია, ფეხბურთი ასევე ქვია და ნუ ეს იმხელა ისეთი სიხარული იყო ჩემთვის და ყველასთვის მე მგონი საქართველოს გუნდი გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და აღნიშნული მაქვს აი ეს წმინდა გიორგის ჩვენი ლოგო რაც აქვს ზედ ქანდაკებაზე და ნუ აი ცოტა ძნელი ახლა ქანდაკების მოყოლა პრინციპში. არა, ფოტო იქნება ახლა თან და ამიტომ იცით აი ეს არის ფეხი და მერე გადადის ფიგურა და ბურთში. ნუ აი უშუალოდ ხელები საერთოდ არ აქვს იმ ფიგურას და არის აბსოლუტური აბსტრაქცია. და ნუ ეს პირადად ჩემი აი ნუ ბავშვობიდან ფეხბურთს ვთამაშობთ სულ ყველა და უბანში და ნუ ვერაზე ვარ გაზრდილი დაბადებული გუდაურის ქუჩაზე პატარა ქუჩაა და გადავკეტავდით ხოლმე მანქანების საღამოთი საერთოდ თუ ვინმეს ყავდა ჩერდებოდა არ იყო რა თქმა უნდა და იქ მიდიოდა სერიოზული ფეხბურთის თამაში და ნუ ბიძაჩემი ბატონი ვახტანგ ვარდუსაინძე ცნობილი გულშემატკივარი ერთ-ერთი 91-ის ხდება დღესაც საქმის კურსია თუ კი ვინმე ახალი თაობა თუ კი ნუ ძველზე არ არის საუბარი ან საიდან იგებს ამ გვარებს ესე იგი ძირითადად საქმეა და უნიკალური სიტუაცია და ესე იგი ახსოვს მეხსიერება და დღეს ევროპაში თუ კი ვინმე რამე გუნდში რომელიმე გუნდში თამაშობს გვარებს გეტყვით უცხოელებზე მაქვს საუბარი ახლა ჩვენებზე კი არა მარტო და შემდეგ უკვე სპორტი დანარჩენი სპორტი ნუ სპორტის ნუ ეგრეა და ესე იგი ესეთი სტიმული ქონდა ნუ მამაჩემი ასევე სპორტსმენი იყო ტანმოვარჯიშე იყო და სულ სპორტსმენებში ვარ გაზრდილი თან სარბიელში იცით ბატონ ლევან როგორ იყო განაწილებული განყოფილებები გაზეთ სარბიელს გულისხმობ იყო ქართული ფეხბურთის განყოფილება იყო უცხოური ფეხბურთის განყოფილება და იყო სპორტის განყოფილება სამი განყოფილება რაღაცა სამი და ბატონიცით რა მაინტერესებს ეს თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით ბევრი გაქვთ ეს სპორტული თემატიკის ნამუშევრები რამე არის რაღაც ისეთი სახეობების მიხედვით მაგალითად ტანმოვარჯიშის გამოძერწვა უფრო რთულია თუ თქვათ რაღაცა ყველას პირობითად არა აქ რა ხდება იცით ემოციური დინამიკაში ხო უნდა აჩვენოთ ეს რაღაცა ემოციური მომენტია რა ხასიათზე ხარ რა ემოციას განიცდი და ნუ ზოგჯერ არის შეკვეთაც ну, აი მაგალითად აი თქვენ ჰოკეისტი ახსენეთ, ხო? აი ჰოკეისტი მე ბერლინში შემიკვეთა ბერლინის მერიის ერთ-ერთმა ну სპორტული საკითხების კი არა უბრალოდ პრიზები და ასტრამებისაც ეხება. კონკურსი ტარდებოდა. ну, უნდა გადაეცათ ეს პრიზი ერთ-ერთი პიროვნებისთვის, ვინც მონაწილეობა მიიღო ორის დიდი დარბაზია, ორი არის ფირმა და ერთ-ერთ ფირმასთან ერთად უზარმაზარი სპორტული დარბაზი აშენდა. იმ წელს იყო 2002 წელი და მე მთხოვეს რომ აი კონკურსში რაღაცა ვერ გააკეთაო ისევ და იქნება თქვენო მიიღოთ მონაწილეობაო. და ნუ ჩემმა გალერისტმა
თხოვა რომ იქნებ გააკეთო ჰოკეისტი. ხო, იმცუჩივე მე არა ვარ ჰოკეის დიდი მოყვარული, მაინდა-მაინც საერთოდ, ხო და ჟურნალი შევიძინე, რომ ეკიპირება მენახა, ამიტომ ჩემ ახალგაზრდობაში უფრო სხვა ფორმები ეცვათ და ასე შემდეგ და უცებ გამოიწვია რამ დიდი ემოცია ხა ვეინ გრეცკი ყველა მიცის როგორც პელეა ისეა გრეცკი ჰოკეიში და 99 ნომერი აწერია ესე ასე თამაშობს აი 99-ის მიხედ იმდენად ემოცია გამოიწვია რომ ეს ქანდაკება გაკეთდა და შემდეგ გაიმარჯვა იმ კონკურსზე და გადასცეს ამ ფირმის წარმომადგენლებს ვინც ააშენა ეს დიდი დარბაზი და ასევე ხა დიპლომიც მაგალითად წყალში მხტომელი ასევე ქვია და 3 მეტრ ნახევარი ეს აკადემიაში არის ჩვენ სამხატვრო აკადემიის ფოიეში დგას და ნუ ესეც ხა მე თვითონ მოცურავე ვიყავი გარკვეული პერიოდი ხან ჯოგბურთი ნუ ასე გადავდიოდი გადმოვდიოდი ნუ სპორტში და ნუ ესეც ემოცია იყო ეს წამიერი ახტა ადამიანი და შემდეგ უნდა წყალში გადაეშვას. აი წამის მომენტი მაინტერესებს ყოველთვის. აი აქაც ეს რაღაცა ეს წამია, ეს ხელი აწია და მოაქვს ეს ბურთი, ხო? აი ესეთი ხო და ესე ალბათ ზოგიერთი სახეობები ცოტა რთული გასაკეთებელი იქნება. აი მაგალითად ის იქნება შედარებით რთული ტანვარჯიში ლენტებს რო. აი ლენტიანი ტანვარჯიში გაკეთებული მოქვს სტუდენტი არ ვიყავი. პატარა ზომის, აი ჩემთან თუ მობრძანდებით სახელოსნოში ძველ ფოტოებს გაჩვენებთ და შემდეგ მეორე კურსზე ვიყავი, გავაკეთე უკვე მოზრდილი, დაახლოებით 80 სანტიმეტრის ფარგლებში და ნუ საერთაშორისო არა, მაგრამ საკავშირო გამოფენა იყო მოსკოვში და გაიგზავნა და მედალიც ამაქვს ახლა და მე დამაჯერე იქ გაიმარჯვა თაბაშირის იყო მაშინ ან როგორ ჩავიდა ეს თაბაშირის რო არ დაიმტრა ლენტი აბსოლუტურად და იმ ლენტზე შუაშია ფიგურა რომელიც შპაგატი ქართულად შპაგატია ხო იმაზე მიფრინავს ეს ფიგურა ნუ ასევე რა ვიცი ძალიან ამერიკული ფეხბურთი მაქვს გაკეთებული ხო ამერიკული ფეხბურთი საერთოდ ეგაც თქვენს ნაშენ სახელოსნოში ერთ-ერთი რა ეს ლენტიანი ნანახი მაქვს და იმიტომ გითხე მაინტერესებს შენ უნდა წაგიყვანო ექსკურსიაზე ბატონო მომწანდით და იქ ნუ ბეისბოლში საერთოდ ოლიმპიური პირველი პრიზიორი ბეისბოლის ქანდაკებით ახლა საქართველოში ბეისბოლი საერთოდ დღესაც არ არის ნიღბიანი ეს რო არის ბეისბოლის არ არის ნიღბიანი არის ამერიკული ფეხბურთის ქანდაკება და ფერებში რომელიც არის გადაწყვეტილი და მაშინ მახსოვს როდესაც ეს 2000 წელი იყო ბეისბოლის ქანდაკება ნუ პრიზიორთა მეორე პრიზი მე აი დაიმსახურა და ლოზანაში ახლა ოლიმპიურ მუზეუმში და ამერიკის შეერთებული შტატების ბეისბოლის პრეზიდენტის წერილი მომივიდა. ძალიან გულთბილი და აბა შენიცი ლევანო ესე ხო ინგლისურად წერს. ისეთი კარგი წერილია. ბეისბოლი თქვენთანო იცით თუ მაგათო რა არისო? ჯორჯია იმას ეგონა ჯორჯიის შტატიდან ვიყავი მე მგონი რომ გაიგო რომ საერთოდ გაღმიდან და ოლიმპიურ კომიტეტებთან ჩვენთანაც და ლოზანასთანაც თქვენ ის ჩვენთან მე წევრი გახლავართ ოლიმპიური კომიტეტის წევრი ვარ და იქ ოლიმპიური კომიტეტის ეზოში ქანდაკებები ვარსკვლავებისთვის ჩემი გაკეთებულია. ვარსკვლავებიან. თავის ვარსკვლავები თავის ხო დიღმომში კიდევ ნანახი გექნებათ ოლიმპიური ალი. დიდი ქანდაკება ეგეც ჩემი გაკეთებულია და პრიზები თავისთავად ოლიმპიური აი მაგ დიდი ქანდაკებების დაპატარავებული ვერსიებია, რომელსაც ყოველ წელიწადს გადასცემენ სხვადასხვა სპორტსმენებს, სტუმრები, ვინც ჩამოდიან. ასევე საუკეთესო სპორტსმენის პრიზს მე ვამზადებ უკვე მე-6 წელია მქონი. ოლიმპიური კომიტეტის ვთქვი, რომელსაც წლის ბოლოს გადასცემს ოლიმპიური კომიტეტი. სპორტს არ ეხება, მაგრამ მაყურებელს უთხრათ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის წინაც ქანდაკებას არის ბატონი ლევანის აეროპორტში დიას აეროპორტში თუ სამედიცინო სამი ქანდაკება არის უკვე ხოდია ერთი შიგნით ეზოში დგას და გარეთ კიბესთან ბატონო ლევანაი თქვენი გულშემატკივრობა რომელი წლიდან იწყება ვინ იყო თქვენი საყვარელი ფეხბურთელი აი ეგ რომ აი ბავშვობიდან როდესაც უკვე აი უკვე ნუ თამაში რო შეგიძლია ფეხბურთის ну, ალბათ რა ვიცი 5-6 წლიდან 7 წლიდან უკვე ოჯახშიც იცით სულ ფეხბურთი, სულ ასეთი მესმოდა და მეც თამაშობდი დიდი სიამოვნებით. ну, სკოლაში ხო თავისთავად.
სკოლის შემდეგ ჩვენ კლასელები ჩვენი და სხვისი და და ესეთი, მაგრამ ახლა ტურნირებში და ასე ფეხბურთს ფეხბურთზე არ მივლია არასოდეს, იმიტომ რომ ქანდაკებაზე დავდიოდი ბავშვობიდან პიონერთა სასახლეში და ამიტომ ძალიან დიდ დროს ვახმარდი ამას მე თვითონ და სიამოვნებდა იქ სიარული მომწონდა და ვერც წარმომედგინა სხვა რაიმე პროფესიასთან კავშირი და კერა სწავლაზეც კითხვებს ვსვავდი აი მე ჩემ მშობლებს ვეუბნებოდი უკვე დიდიც ვიყავი ხო იცით მეთქი რომ მხატვარი უნდა რატომ გავყვე? რა საჭიროა ეს სკოლა, რატომ ატარებდნენ? გიждდებოდნენ კაცო ატესტატიო ისო, აგიხსნა თუ ესო, არ დადიოდნენ, რა საჭიროა ეს ფიზიკა, ქიმია, რაღაცა. აი ამაზე ხო იკარგებოდ ხო დრო, მშობლებს ვეუბნებოდი სკოლაში. აი სადღაც, ხო არსებობდა ჩვენთან ახლაც არის ნიკოლაძის სახელობის ტექნიკუმი, მაგრამ ტექნიკუმში არ მიდოდა გაგრძელება. იქაც მაინც საგნები ისწავლებოდა ჩაულებრივად და მოკლედ ეს იყო ცოტა კურიოზული მომენტია, მაგრამ სკოლას ვერ ვეგუებოდი. აი სკოლის რეჟიმს, აი ფორმა რატომ უნდა ესვას ყველას ერთნაირი. ეს რაღაცები არ დადიოდი ჩემამდე. დღემდე ესე და თავისუფალი მხატვარი თავისუფალი. აი ეს მომენტი მქონდა და დღესაც ასეთ რაღაცას რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია ხო თავისი გარეგნულათაც, თავისი ქმედებით ყველაფრით და ეს სტანდარტიზაცია, აი სტანდარტულ ერთნაირი ეს რაღაცებს დაშტამპული. დინამოს პირველ თაობას მოესწარით? მე უფრო მესხი-მეტრეველი მახსოვს, წამიყვანდნენ ხოლმე ფეხბურთზე და ასეთ კაფეოთ ნამდვილად არ მახსოვს. მე უფრო ჩვენი ბიძას დაღავდით. ბიძასაც მამა, ბიძა ჩემს აბონემენტი იყო, რაღაც მახსოვს და ეშოვა ეს აბონემენტი და მთელი სეზონი იმ აბონემენტით იმ ადგილზე, ეს იყო მისთვის რო არ ეშოვა, ახლა არ ვიცი, ვერც მახსოვს ეგეთი პერიოდი. 80-იანებში მახსოვს 12 მანეთი ღირდა თუ რაღაც. მე მქონდა. ოდეკ ფაზზე კი არ იყო შოვნა იყო და მამა ჩემი სპორტის ხაზით მუშაობდა და სულაც უხებდა ხო იცი აბონემენტი იყო. მე ახლა მარტო ხوار წავიდოდა ძმაკაცებს მარტო ვინ დადიოდა ფეხბურთზე. ეს იყო მანისთვის. თან არც იყიდებოდა ის ორგანიზაციებში. ორგანიზაციებით იყო დიახ. ან 15 თამაში ხო იყო სახში და ღირდა რაღაც 32 ხო რაღაც თანხა ღირდა. 15 და საერთაშორისო და თასები კიდე ეგ ცალკე ფურცლები იყო კიდე მართალია რაღაცა ესეთი რაღაც მახსოვს ხო და თან ახლა სკოლაშიც მე პირველ რკინიგზის სკოლაში ვსწავლობდი პლეხანოვზე იყო იქვე დინამოსთან კლასელები მეგობრები და ძალიან ახლოს ვიყავით ამ ფეხბურთთან და ისედაც ახლა მე ვერ წარმომიდგენია ბიჭობაში ფეხბურთი არ ითამაშო, ფეხბურთი არ მოგწვა, არ გიყვარდეს, ცოტა დაუჯერებელია. ახლა შეიძლება არ იჭუბო, არ კრივიდე და რაღაცა, მაგრამ ფეხბურთი ზეიმია, აბსოლუტური და დღევანდელი ფეხბურთი კიდე უკვე თეატრს ვეძახი. ბავშვებმა არ იციან იქ რა მუღამი ქონდა იმას ჩანთების დადება. ჩანთები ეს ერთმანეთზე. ხვები. ხო, ხვები, აგურები და ოღრო-ჩოღრო მე და ჩვენ დროს იყო არ უნდა გაგერტყა, ჩვენ დროს იყო რომ ფანჯრისთვის არ უნდა გაგერტყა და ჩვენ დროს იყო რა იცი რომ აი სკოლის მერხს ქონდა პლასმასის ესე თამაშობდით გასვლა შესვენებას მაგ თამაშობდით შენ გახსოვს არ მახსოვს მე სკაიბებელი ხო პლასმასის ეს ქონდა თავი ახალი მერხები იყო მაგრამ მე კარგად თქვენს მერე ჩვენს მერე და მაგას ვაძრობდით და კი დერეფანში მაგ თამაშობდით ხო ჩვენ დროს კიდე ხა მე სოლოლაკში ვცხოვრობდით და ცეკა სტადიონი ცნობილი სტადიონი რაც იყო იქ ჩასვლა იყო სიგიჟე სიხარული აგვიშვებდნენ მშობლები ცოტა შორი იყო და დანარჩენი გვიწევდა ოღრო-ჩოღრო რაღაცა დაბალი და ჩათებს დავდებდი სტადიონი იყო სოლოლაკში ერთი ეგ სტადიონი იყო მეორე იყო ჯაფარიძეზე ახლანდელი იაშვილის ქუჩაზე ეზოში რო შედიოდი 5 ნომერში კი 5 ნომერში კი ბატონო მან თამაშობდით და 57 სკოლის ეზოში იყო კიდე ხო მაგრამ ყველაზე კაი მაინც 57 სკოლის ეზოში იმხელა ხედგას ეხლა იდეა იქ სტადიონე ხედგას რამხელა იმას თელავში რო არის ასლოვანი ესა ჭადარი დაახლოებით ეგეთი ხედგას 57 სკოლის იმაში რა ქვია ეზოში
ჩვენთვის მაინც მარაკანა ექცეკა სტადიონი იყო რა. მარაკანაც იყო უემბლიც და ყველაფერი ერთად მე მგონი. მე უფრო ჯაფარიძეზე ვთამაშობდი ხოლმე. და იქ რა ქვია, კიროვის პარკში რა იყო. კიროვის პარკში თავისთავად. ხო, მეც მან ეს რა ქვია. ვერასე, აი თქვენ მეზობლად იქვე შეუგუძე ვარ გას. ბატონ ლევან, რა უნდა გკითხოთ? თქვენ რო გკითხოთ. დიახ. აი ახლა კაცმა ამ პრესვის გადაცემდით. ეხლა ქართული ფეხბურთის განვითარება შეტანილი წვლილისთვის. მე გადავცემდი ახლა ჩემი თაობის ფეხბურთი. ხურცელავას და მაჩაიძეს უკვე სახში უდევთ ვიტრინაში. აი ეს ჩვენი დიდი გამარჯვება, ვინც ქართული ფეხბურთის თასებისმფლობელთა თასი აი იმ შემადგენლობიდან, თუმცა ეს იყო სადღაც 4-5 წლით უფროსები არიან ჩემი თაობის ადამიანებთან. ეს ჩვენი თაობაა, ესე ვთვლი მე, მაქსიმუმი 7 წელი იყოს განსხვავება. და ესენი როგორც აი თითქოს ჩვენ თამაშობდითო და როდესაც 91-ში ეს გამარჯვების ზეიმო ამბები დამთავრდა ტელევიზიით და გავიგეთ, მთელი თბილისი სტადიონზე ვიყავით, მე მგონი აბსოლუტურად, შემდეგ მანქანებით სიარული და ეს და ნუ რა თქმა უნდა, ჯერ დინამოზე მივედით, სტადიონი სავსე იყო აბსოლუტურად ხალხით. ყველა ერთმანეთს ეხვეოდა და ულოცავდით უცხო ხალხი რა თქმა უნდა და დიდი პატარა მნიშვნელობა არ ქონდა. ნუ ეს იყო რა ვიცი. აი ამიტომ საჭიროა ყოველთვის ხშირად აი ესეთი ზეიმები, რომ ხალხი რაღაცნაირად ერთად იყოს რა, რაღაცა კაი საქმეზე და უხაროდეთ. სიხარულზე დიდი ბედნიერება რა არის. 2 წელიწადში ერთხელ ამიტომ უნდა გავიდეს ნაკრები იმაზე. ევროპაზე და ნუ რა თქმა უნდა მსოფლიოზე ახლა მაგალითად მაინც აქვს იმედი რომ იქნებ ჩვენ როგორმე მსოფლიოზე რაღაცნაირად მაგარ მოიგონ თუ თურქეთში მოიგონ უნდა მოვიგოთ რა აქ ეს ორი ბურთი ბოლო ორი ბურთი რო გაგვიტანეს აი რა ვიცი რა ძალიან გულდასაწყვეტი შეცდომა იყო ხო რა თქმა უნდა ნუ ამ თურქეთთან მესამე მაინც რა სამივე ის იყო რა ნუ ეს ბოლო მაინც აი ესე ვაჩუქეთ დაუდეთ წინ მოდი გაგვიტანეო აი ესეთი რაღაცა იყო იუაც მეორეც ხონჭ ანუ 91 წლის თაობის უფრო ნუ მე აი აქეთკენ გადავიხრებოდი როგორც ხა ვეტერანი რომელიმე ალბათ რა თქმა უნდა ბატონი საშა ბატონი ვოვა კაბელია ხო კაბელიაც მაგ პერიოდის კაბელიათ ბატონი თენგიზი სულაქველიძე და ყველაზე გულდასაწყვეტი ამბავი არის ხინჩაგაშვილი რო არ იყო მაგ თამაშზე. ხინჩაგაშვილი არ იყო თორემ მაგუნდეს ერთ-ერთი ლიდერი იყო. და ეხლა თამაზი კოსტავა. დიახ, თამაზ კოსტავა. და ეხლა მომივიდეს თი აზრი, ხა მე როგორც უფრო, ნუ დღესდღეობით ოლიმპიელი, ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ყავს ფეხბურთში, გელა კეტაშვილი. ერთადერთი, რომელიც აი მართლა საოცრება და მისი გოლი მე მახსოვს ხო 88-ში სეულში ხო უყურებდით პასი რომელიც პასიც ხო ქართულად შეიძლება? პასი. გადასცა და ბრაზილიის გუნდს ესე იგი მოუგეთ, ნუ ეს არ ვიცი რა. და სავიჩევმა გაიწა. სავიჩევმა, დობროვოლსკიმ პენალტი და მე სავიჩევმა დამატებული. ხო და აი წარმოიდგინეთ, ერთადაც ახლა ფეხბურთში, რა ვიცი, ჩვენ ოლიმპიური გუნდი გვეყოლება თორე და ჩემპიონი, ნუ ეს არა და საოცრება ოლიმპიური აგერ ისრაელის არის უნდა ყოლოდა ოლიმპიური გუნდი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თბილისში ბორის პაიჭაძის სტადიონზე ისრაელთან რო არ წაგვეკო პენალტებში წავაკითხო ისრაელის სხვათა შორის რამხელა წარმოუდგენელი შეიძლება ბევრ გულშემატკივარს არ ახსოვს მაგრამ ჩვენ ისრაელმა ადრეც გაგვამწარა და არანაკლებ მაგარ ტურნირზე გავდიოდით 19 წლამდელები მაისურაძის გუნდი ბოლო ტურში წავაგეთ ფრეც გვაწყობდა გადაუარეთ იმ თამაშში 2015 წელი იყო და ის თამაში უბრალოდ ფრერო გვეთამაშა გავდიოდით 8 საუკეთესოში 19 წლამდე და იქ უკვე 8-დან 6 გუნდი ანუ ბოლო ადგილზე უნდა გასულიყავი ჯგუფში და გადიოდი 20 წლამდელთა მსოფლიოზე აი მე კიდე მეც გეტყვი როდესაც ვყავართ გამწარებული ისრაელს ნაკრებ ეროვნულის დონეზე ხორვატიას რომ მოვუგეთ მე წავედი ისრაელში და ის თამაში რომ მოგვეგო
არ და მოსაკეთებელი. პირველზე გადავდიოდით და გავდიოდით იქ მსოფლიო იყოთ ევროპის შესაძლებელი. არ გავდიოდით, მაგრამ ძალიან დიდი შანსი. ხო, მაცობს ეგ მე უკვე ჩავაგდეთ თამაშები. ხო, და ესეთი აი აშკარად მოსაგები თამაში იყო. პირისპირ გავიდან ფეხბურთელი ვერ გაიტანეს და აქეთ ერთი კინკილა გოლი გაუშვეს და ხო, მოკლედ ცუდად ხო, რაღაცა აი ძალიან აშკარა ფავორიტები ხვდებოდით იმ თამაშის მოგების შემთხვევაში და ეს ისრაელი უკვე ჩავარდით ლატვიასთან. ირლანდიის არ იყო სუდად ყავს ეს. მალტა ვერ მოუგეთ. გადაკიდებული, ხო. ბატონო, აი ამ თავარპრეს ნუ თავარპრის ახლა ჩვენ 82 სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო წლეულს გამოკითხვაში მონაწილეობა. ხო, თუ არ ვწდები. არ მახსოვს ზუსტად, სადმე დაახლოებით ეგრეა, ხო. ხო. ნუ ეს გამოქვეყნება ყველაფერი ჩვენთან დაახლოებით სარბიელის და ლიდერ სპორტის ვებგვერდზე, ასევე გაზეთ ლელოში და ლელოჯიზე გამოქვეყნება აბსოლუტურად სრული შედეგები, რომელმა ჟურნალისტმა, რომელ ფეხბურთელს, რომელი ადგილი მიაკუთვნა და ეს ხმები ყველაფერი ესე იქნება ცხადი, ასე ვთქვათ, საჯარო. და ამ 82-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მისცა ხმა თქვენთვისაც რო გვეკითხა ვის დაასახელა. პრინციპი როგორია? პირველი, მეორე, მესამე. პირველი, მეორე, მესამე. ნუ არ იმას ვიზავ. დიდათ ახლა არ მიყვარს ხოლმე ასეთ ჟიურიში და ასეთ რაღაცებში მონაწილეობის მიღება. მომიწია და უარი ჯაზის ჟიურიშიც კი, მაგრამ რაც ჩემი მეორე სპეციალობაა. ხო და ისეთ რა არის ახლა ყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მას ისეთ კულმინაციას მიაღწია წელს ფეხბურთის სფეროში მართალია საქართველოს გუნდი არ არის, მაგრამ ხო ქართველია. ახლა ბატონო. ყველა მიხვდება, მე მგონი ვიზია, ამიტომ ძალიან მაღალ ყოლდაურნების თავმჯდომარე. ხო, ნუ აი ესეთი ძალიან რთული, ახლა ვინმე გვერდზე აუყენო, ნუ ახლა ძალიან რთულია რა. თუნდაც კიდევ აი ბოლოს საბერძნეთთან შვენიერი გოლით. ხო, ნუ ახლა ძლიერია, ძალიან ძლიერია. ჩვენი ის არის პელე. მე ასე შევარდრებდი. ჯერჯერობით ჩვენი პელეა. სხვა სიმწრეზე გაიყვანა საერთოდ. აბსოლუტურად. ბოდიშ ვიხდი და ეხლა მივაქცია ყურადღება, აქ ჩარჩოში არ ვიცი ეს კამერაში ჩანს თუ არა. სარბიელის ერთი ძველი გვერდი გვაქვს, ჩარჩოში ჩასმული და დიდი სათაურია პირველი მერცხლის სინდრომი. ნატო გულუას წერილი. პირველ მერცხლზე ლაპარაკი ხო უცებ. გვერდზე ასეთი მერცხლის სინდრომი. აი ამ ევროპის ჩემპიონატის სადმე მეძღვნელ გაზეთის გვერდია ნატო გულუას ჩინებული წერილი არის. ვა, ძალიან კარგია. ისე თურქებს შეიძლება ვხვდები და ინგლისთან იმის მერე აღარ გქონია თამაში. ის მეორე შესარჩევში რო გქონდა. შემდეგ არ გვიტანეს. ხო, ინგლისს ერთადერთხელ მაშინ რო ვეთამაშეთ. იქ უფრო კარგად ვეთამაშეთ, ვიდრე აქ საერთოდ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. იქ ხო იცი რა მოხდა, ერთი ბაგარი ამბავი მოხდა ყიფიანმა და გოგრიჭიანმა რო ისხნეს. აუქია, ჩვენ მაყურებელისთვის არ იქნება, ახალი თაობისთვის არ იქნება უბრალოდ ყიფიანმა შეცვალა გოგრიჭიანი და გოგრიჭიანმა ეს ხნა რა ქვია უკმაყოფილო ინერვიულა ხო უკმაყოფილო და მე რა გასახდელში მოყვა ერთი ამბავი ამენას და რაღაცა ძალიან რთულად იყო მოკლედ საერთოდ მან ცოტა ის იყო რომ გოგრიჭიანი ჯერ შეიყვანა ხო შეიყვანა მაგაზე შეცვალა და მაგარი მომენტი გააფუჭა 1-0-ზე სიმენი რო გამოვარდა და ბატონო საქართველოს ნაკრებზე რა სიტყვით საქართველოს ნაკრებზე ახლა ჯერჯერობით დასახვეწი არის რაღაც ძალიან გარკვეული ადგილები, ნუ განსაკუთრებით დაცვას გულისხმობ. რაც ერთ-ერთი უმთავრესია, ხო, ყველაფერი უმთავრესია ფეხბურთში, მაგრამ ნუ დახვეწა საჭიროა ძალიან ბევრი რაღაცის და ამიტომ ნუ მე ვფიქრობ რომ რა არის იცით ნაკრებიც უფრო ძლიერი იქნება და ჩემპიონატი გვაქვს ძალიან ისეთი რა აი უფერული სადაც არაფერი არ ხდება მიუხედავად იმისა რომ ევროპაზე გავედით ეხლაც აი რაღაც შანსები გვაქვს კიდევ და გუნდი თამაშობს მაგრამ
აი ამასთან ისეთი კონტრასტია ეროვნული ჩემპიონატის, რაღაც საოცარი კონტრასტია. ნუ ფაქტიურად რაღაც რა ვიცი. ახლა მე კიდევ ვიმეორებ, არ მინდა თავი გამოვიდო რაღაც ექსპერტობაზე ფეხბურთის ნამდვილად, მაგრამ ეს არის ჩემი საყვარელი აფასებენ. ახლა თქვენ როგორც საუბრობთ, გუნდის რომ უსურვო, რომ იმიტომ რომ ახლა გულდასაწყვეტია, სტადიონებიც არის, ეს ადამიანები თამაშობენ, ყველაფერი თითქოს, მაგრამ აი რა ხდება, არ ვიცი. ახლა დაინტერესების ამბავია შეიძლება, ნუ არ ვიცი ახლა ფინანსებში. ყველაზე ძალიან ეს ფეხბურთელები და პლუს ფეხბურთელები მეწოდებიან, აი რომლებსაც მართლა უნდათ რომ განვითარდნენ და აი არა რაღაც გარემო არა გარემოც ეთყობა ხოლმე და თელეუბედურება ისაა რომ კი არ ვითარდებიან პირიქით რეგრესია არის ჩემპიონატი. წლიდან წლამდე უარესდება ეს ისე. აგერ ერთი მაგალითი, ერთი კი არა, 7 მაგალითია უკვე. რამდენჯერ მოხდა საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელი ასე თუ ისე კარგად თამაშობდა, აქედან ნაკრებში არ იძახებდა სანიოლი, წავიდა უცხოეთში და პირველივე თამაშის მერე გამოიძახა ნაკრებში. იყო რა რამდენიმე ეხლავე შემიძლია უწევთ. ნონიკაშვილი, ნომინაძე. რა ვიცი ხა აი ორი უცებ გამახსენდა და კიდე რამდენი იქნება ეხლა რაღაც არა აგერ ლომინაძე ხო არ ესეთი მაგალითია რა ქვია რა ხელის გულზადებს არის ფათაშორის ამ პრიზებზე და ჩვენ დაჯილდოებაზეა სარბიოლის ტრადიციულზე და მაყურებელს მე მახსოვრება ალბათ 10-12 წლის წინ მოკლედ 2000-იანები წლებიდან ჩვენ ვაჯილდოებდით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად ვაჯილდოებდით ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს. და მერებაშვილი და ეგენი 98-დან. და პირველი გამარჯვებული იყო დავით მუჯირი. დავით მუჯირი იყო პირველი ფედერაციის გენდივანი და მე ახლა ამ პაუზის შემდეგ რო აღვადგინეთ ეს ახლა უკვე აღარ გამოვიდეს ჩემპიონატის საუკეთესო რანაირად უნდა გამოვიდეს ფორმატის გამო იმიტომ რომ ჩვენ ვაჯილდოებთ სეზონის საუკეთესო მთელი ევროპა თამაშობს შემოდგომა გაზაფხულის სისტემით და შესაბამისად ამ სისტემით ეგეც ერთი მინუსი შესაბამისად ამ სისტემით გადავცემთ აი ამ იასონის პრიზს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს და საქართველოს ჩემპიონატი თამაშობს პირიქით. უკუღმა ხო გაზაფხულის შემოდგომით და უბრალოდ წმინდა სპორტულის გარდა აი ეგ მინუსი. აი ძალიანაც რო გვინდოდეს ვეღარ დავამთქოთ ამ ეხა იმით რომ გაგადია სეზონია ეხა ჩვენთან. ხო. მაშინ უნდა გამოაცხადო აგვისტოდან აგვისტომდე. დააჯილდოვებ არა სანამ სეზონი არ დამთავრდება და სეზონი მთავრდება იქ დეკემბერში მთავრდება იქ. თან ძალიან ძნელია იცით აი ეს როგორც კი ესეთი გამოკვეთილი ვინც არის ეგრევე მალე მიდის შეიძლება ისეთ ხო არ ჩერდება და ვერცი ხა დღეს უკვე ისეთი სიტუაცია იშვიათად რომ ფეხბურთელმა ანუ ნაკრებამდე მიაღწიოს დონემდე და იქ ხან გაჩერდეს კლუბში მალევე იყიდება ნუ თავისთავად ეგ რაღაც ერთი მხრივ კარგია ანუ ჩვენ ვიქეცით ასე კონვეირ ქვეყანად ჩვენ კი არა ვართ ჰოლანდიაც ეგრეა და ბელგიაც მაგრამ ჰოლანდიაც კონვეირია უყურე ხორვატიაც ეს არის ყველა დიდების გარდა ვერ გაექცევი ამას ის იქნები ფეხბურთელების გამყიდველი ქვეყანა იქნები ექსპორტიორი ქვეყანა იქნები ოღონდ ლაპარაკია იმაზე უყურე რომ საქართველოსდან კაპიკებად იყიდება ფეხბურთელი და იმ ჰოლანდიიდან და იმ ხორვატიიდან და იმ ქვეყნებიდან კაპიკებად არ იყიდება ხორვატიიდან აგე 25 მილიონებს იხდიან ეგრევე არა ჩვენები რას აკეთებენ ისა აქედან რო იყიდება ფეხბურთელი კიდე კაი უდებენ იმ პუნქტს ჩვენებს რომ მეორე გაყიდვიდან იქ პროცენტი მეორე და მესამე გაყიდვიდანაც რაღაც პროცენტს იღებენ ხო ვიცი ხა მექვაბიშვილი ეგრეა ჩაკვეტაძე ეგრეა კიდევ კარგი რომ ამას ეს პუნქტი იდეა ანუ თავისთავად ის კი არ არის პრობლემა რომ აქედან იყიდებიან არა პირიქით კაია ხო კარგი უბრალოდ შეუძლებელია ხლა ჰოლანდია ვერ ახერხებს იმას ჰოლანდია რაღაც რეალობა ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ შენგან ის რომ ძალიან იაფად იყიდებიან ფეხბურთელები და ძალიან ზოგჯერ არის უდროდ ხო არა საჭირო ხო არა თავისთავად ევროტურნირები იწყება და მაგ დროს კიდე ავიცი ხა წარმოუდგენელია მე მგონია რომ ევროტურნირები ივნისში რო იწყება ივნისის ბოლოს კლუბმა მაისში კი არ უნდა დაიწყოს ამაზე იანვარშივე უნდა დაიწყოს ამაზე ფიქრი რომ ევროტურნირებზე გადიხარ და ეგ არის მე ამ ფორმატის ბრალია
რომ თავდებოდეს თავის დროზე ეს ჩემპიონატი არ იქნება ეგეთი ეს. და შეცვლა შეიძლება კალენდარი. შეცვლა იყო შეცვლილი 2015-16-დან არის ეს. დაუბრუნდეთ იმაში. თუ არ უნდა იმ კლუბის ხელმძღვანელი არც იმას გააკეთებს არც. არა, ხომ არა, იქ უფრო ესე იყო, რა ქვია და აი თავარი არგუმენტი იყო ის, რომ ვთვლით ამ ფორმატს და ეს რა ქვია. მაგრამ ეს კიდე ცალკე თემაა, ხო, ცალკე თემაა, ბატონ ლევანს. ხო. და უბრალოდ აქ ვიტყვი ერთი წინადადებით ვიტყვი, რომ კლუბებსაც ვერ ვატყობ დიდ ენთუზიაზმს ნორმალურ სწორ ევროპულ ფორმატზე გადასვლას. ხო, მოკლედ და კონკრეტულად. ეს თემა შეგვიძლია განვარცხოთ კიდე. სარბიელის მკითხველი, სარბიელის საიტის მკითხველი ელოდება შენს წერილს, სხვათა შორის, ეგ და ნუ დააღალდა. ბატონ ლევან, გამორჩეული თამაში გახსოვთ? თქვენთვის. საერთოდ? ხო. ჩემთვის გამორჩეული თამაში იყო ლივერპულს რომ მოუგეთ აქ. და რატომ? ვესწრებოდი, რა თქმა უნდა. თუნდაც იმიტომ რომ ბიტლსებზე ვარ გაზრდილი და ლივერპულთან რაღაცა ლივერპულსაც ხარ გულშემატკივრობდი. რა თქმა ცოტას, მე მაგალითად არა, მე ვიცნობ ადამიანებს, მეგობრები ყავს ვიცი ადამიანები, რომლებიც ლივერპულს გულშემატკივრობდნენ. ნუ ესე იგი ის თამაში იყო, რომ ასე მეგონა რომ ბიტლსები იქ იყვნენ და აი მეცით რა იყო პირველ პერიოდში. არა, იყო რა. რო ეხა ქართველი გულშემატკივარი. ერთი და ორი კი არა. მეც ვიცი. ხუმრობით თქვი, მაგრამ სადღაც ფრერო დამთავრებული იყო, უფრო გამიხარდებოდა, იმიტომ იმდენად ის კონტ. შენც ისნობილია. და მივხვდი რაღაც. ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდი, მე საბჭოთა კავშირიდან მოვდივარ, ასე ვთქვათ და ჩვენთვის, რასაც ესე იგი, აი, ნუ ძალიან რთული იყო ამ მუსიკასთან მიმართებაში. იგივე ფეხბურთის მატჩების ყურება, მე მოგეხსენებათ, დავდიოდით ხოლმე ზემოთ, აი, UEFA-ს თასი, ჩემპიონთა თასების თასი, რაღაც ქვენახ მანქანებით და პატარ-პატარა ტელევიზორებით, სადღაც აი თბილისის გარშემო წნეთისზე პანტიანში და ხო ეს რაღაცები და ეს ჩვენთვის იყო ძალიან სხვა რაღაცა და ფანჯარა იყო ევროპაში. ფანჯარა იყო რა თქმა უნდა და აქ უკვე მანამდე ასტონ ვილა მახსოვს კიდე ხო ჩამოსული თბილისში და ტოტენჰემ ჰოტსპური ხო თავებით რო გაგვიტანეს ხუთი ბურთი თუ რაღაც ნუ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი ისე მახსოვს ზერერით მაგრამ ახლა ლივერპული რო ჩამოვიდა ასე მეგონა ბიტლსები დაბოდნენ თან უკრავდნენ ღეროდნენ და ასე შემდეგ ეს ლივერპულში ნამყოფი ხარ ლივერპულში არა ლივერპულში არა და ალალე კი არა ნუ ვეღარ მე ის პროფესიის გამო ხა ლონდონში ჩვენ მე და მეუღლეს 10 წელზე მეტი სულ გალერისტი ყავდა იქ და გამოფენები რაღაც მაგრამ იცით რა არის ამ ქანდაკების კეთებას მეუღლე ფერმწერი გახლავთ ნინო გოგოლაშვილი იცნობთ თქვენ ხო დიდ დროს მოითხოვს და ასე ჩვენ მე ხშირად ეხლაც აი ნამუშევრები ჩვენი გალერისტი შტატებშია და უკვე მე-4 მე-5 ქალაქში გამოფენა გაკეთებული ძალიან სერიოზული საქართველოს სახელით არის ეს ყველაფერი რა თქმა უნდა და თუ ჩვენ არ ვიმუშავეთ იცით აი სულ იარო ამასთან ამდენი დრო ფიზიკურად არ არის და თქვენ მოგეხსენებათ ხა ნახი გაქვთ ამათი ეს დამთავრების პროცესი თუნდაც აი პატენირება ქვია ფერით რომ ეს ქიმიურ ამბებთან დაკავშირებული მომწამლავი ეს ყველაფერი და ძალიან მჟავით არის ეს დაყვანილი ამ დონეზე მძიმეა რა ეს ამუშავო ძალიან მძიმეა ეხლა რატომაც არის კიდევ რომ ქანდაკება თვითონ ნუ ძვირად ღირებულია ჩვენთვის თვითონ ავტორებისთვის მოქანდაკეებისთვის იმიტომ რომ აი ეს ხელოსანი თუ ვინც არის აი ეს შედუღებას აკეთებს ან რაღაცას შხამი ამაში ცინკი შედის ძალიან ბევრი რომელიც ნუ ორგანიზმისთვის ძალიან ცუდია და მეტი რო შეიძლება ასეც და ეს ფხვნილი რომ მუშაობს და იყრება გარშ ასე ჩვენ ვერ ხედავთ ანუ ყლაპავთ ამას და ახლა აი წინაღებით ამებს ვერ გააკეთებ ნუ შეუძლებელია მთელი ცხოვრება აი წინაღეთ იმუშაო ქვაზე მუშაობაა და იქაც ძალიან მძიმე მტვერი გრანიტს განსაკუთრებით და აი ყველაფერს დრო ჭირდება
აი დღეს მაგალითად ახაც პატარა ქანდაკების დეტალს ვაკეთებდი დილიდან. ბატონო, ეხლა მუშაობ კოტე-ვახარძის სახელով. ეხლა აი ზუსტად მაგის გითხარით. მეორე წელია კოტე-ვახარძის პრიზის ავტორი გახლავართ და აი ხა მის ერთ დეტალს ვამუშავებინებდი ჩარხავს. მაგრამ ისეთი რაღაც განსაკუთრებულია ისიც რომ აი თავზე ვადექი. იქ ხმაური ეს რაღაცა მტვერია გამოდის იგი, მაგრამ ესე უყურებ მეც. და უკვე თავს ხშირად მეუბნება ხოლმე რომ ცოტა უკან გაიწიე, იმიტომ რომ ამოვარდეს იქიდან. იმან იცის მოძრაობა და მე შეიძლება ტრავმა მივიღო სერიოზული. მაგრამ ასე გავიწყდება და ამიტომ ახლა ისე ლივერპულთან დაკავშირებით 86-ში თან საბჭოთა კავშირი რღვევა დაიწყო. 87-8 წლიდან უკვე საბჭოთა კავშირიდან ასე ვთქვათ წავედით მე და ჩემი მეუღლე. მხოლოდ არ დავრჩენილ არსად. გასტროლების ვარიანტივით რა, ჩავდიოდი, ნუ მოეწონათ ეს ნამუშევრები და დღემდე ის გალერისტი ერთ-ერთი, ნუ აი ინგლისში ვინც იყო ის გარდაიცვალა სამწუხაროდ და გერმანელი ისე არის შვედეთში და ესე მივდივართ გამოფენას, მაგრამ ხშირად ვატამთ ნამუშევრებს, ახლა როგორც ამერიკაში, ამიტომ ახლა იქ ვერ ვიქნები, ვიხარ ვიჯდები გალერეაში, მე რა უნდა გავაკეთო, და ამდენი ახლა ბევრი რაღაც ქალაქებია თუ რაც არის, რაც საინტერესო არის ჩემთვის, დანახი მაქვს და ხმირჩევნია რომ ისევ ახალი რაღაც გავაკეთო, ამ ახალ ქანდაკებასთან მქონდეს ურთიერთობა, რაღაცები დაწყებული რაც არის ის გინდა დაამთავრო და ნუ ძალიან ისეთი ბატონო, რამე ყველაზე ძვირფასი ნამუშევარი გააქვთ? ნუ ყველაზე ზართული კითხვაა. ჩემთვის ყველა ძვირფასი არის, მაგრამ არის რაღაც შეიძლება დაკავშირებული რაღაც გარკვეულ ემოციური ძალიან თუ მე ნამუშევარი ჩემთვის ძვირფასი არა მე არ მომწონს იმას არავის არ ხო ამას არც გაგრძელდება იმის რადგან ეს ბრინჯაოშია უკვე ჩამოსხული ან ქვაშია გათლილი ესე იგი ის უკვე ჩემთვის ძალიან ძვირფასია ისე ახლა უამრავი რაღაც მაქვს გაკეთებული და აღარ მომეწონა და დავშალე ანუ ერთი პირობა ყრიდი ხოლმე თაბაშირში ვასხავდით და მე ჩემმა მეგობრებმა მითხრეს რომ ამ გადაყრას უკაცო ჩვენ წავიღებთო და ნუ ახლა ყოველთვის მაგაზე ხო არ ფიქრობ და თაყიფშიძეზე სადაც სახელოსნო მოქმედებს ვერა მდინარე ვერესთან ისეთი ხევი იყო ახლა სახლებია იქ და მანქანაში ჩავაწყობდი და ესე დავაგორებდი ხოლმე დაღმართია და მაინტერესებდა რა დარჩებოდა იქიდან და ახლა ეს საიდან ვიცოდი მიქელანჯელოს ნათქვამია ქანდაკებას რომ ჩამოაგორებო კლდიდანო და რაც დარჩება ნამდვილად მოცილდება ზედმე ის არის ქანდაკებაო ხო და ამიტომ ამას რაც აღარ გადაგორდება ის არის ხელი ფეხი რაღაც მოტყდა დარჩა ხო დარჩა რაღაც რაც ზედმეტი გადაყარა ასე ვთქვა და ამაზე ვერთობოდით ჩემი მეგობარი მოქანდაკე და წამოდი მე გამოიღო რამე ნუ ახლა ქვევით ნამდვილად აჩავსულა ზემოდან რაც დარჩა ის ხო მაგრამ ის ქვევით იყო უკვე მდინარის პირზე და ჩვენ ზემოდან ვერ დავინახავდი ხო მაგრამ პროცესი იყო საინტერესო აი უცხოეთში რაც გინახავთ აი სპორტული ქანდაკებები აი რომელია თქვენთვის საუკეთესო მაგას მაინც გამოარჩევთ ეგ თქვენი არ არის და ხო სპორტულ თემას გულისხმობთ თუ საერთოდ ორივე ხო ნუ სპორტულ თემაზე ახლა არის მე ნაკლებად საინტერესო ქანდაკებები მაგრამ ნუ ახლა მე უფრო კლასიკური ქანდაკებებისკენ ვიხრები ყოველთვის და უფრო თანამედროვეებისკენ არის აი რიოში ქრისტეს ქანდაკება რომელიც მთაზე დგას ნუ ძალიან მომწონს და აი ისეთი მონუმენტურია და ისეთი რაღაც აი ერთი ამოსუნ თქვით არის რა გაკეთებული რომ იტყვიან არავითარი ეს ზედმეტი დეტალიზაცია და არაფერთო ნუ ეს უფრო ჩვენი თანამედროვე პერიოდია. ეს ქრისტეს ქანდაკება ადგილმდებარეობას ხო არა აქვს უფრო? მაგასაც აქვს. ეს თქვენ კარგად აღნიშნეთ, არის ეგრო იდგეს, აი სადღაც ქუჩაში რო იდგეს. ეს უკვე მოქანდაკე მიფიქრა. არ იქნება, რა ქვია. არ იქნება, არა ისე შეიძლება ისეთი არის. იქ რო დგას, იმას აქვს მზარდი. აი იგივე ჩვენი გორგასალი მაგალითად. ეს არის შედევრი. ესე იგი 10 საუკეთესო ცხენიანი ფიგურის ქანდაკებაში შედის მსოფლიო მასშტაბით.
და ადგილმდებარეობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. წარმოგიდგენიათ სხვაგან, მეც ვერ წარმომიდგენია. ძალიან ძლიერი ადგილია, არაჩვეულებრივი, რა გადახურვა კლდის თავზე, აი რაღაც ნაპირზე დგას და ასე შემდეგ. აი ესეთი ქანდაკები თუ ახლა იმდენი ქანდაკება სოფლიოში, რომელსაც ჩვენ არის ბავშვობიდან სწავლობდით, მაგრამ დღესაც რომ ახლოს მივან რაღაც შორი ახლოს უბრალოდ საათი 2 საათი შეიძლება ესე გავიდეს ვერც გავიგო ზეპირად ვიცი ხო მაგალითად რა დავითის ქანდაკება იქიდან ჩვენ ხატვას სწავლობდით კოპირებას გეთერმინებდა და მის დეტალებზე ჩვენი პედაგოგები მაგრამ დღესაც რომ მივიდე კიდე ახალს დავინახავ კიდე ეს ამოუწურავი რამ არის როგორც კლასიკური მუსიკა ყოველ მოსმენაზე ახალი აი სანამ თქვენთან მოვიდოდი ისევ ათვალიერებდი სპორტულ ქანდაკებებს, საფეხბურთოებს და დამაინტერესა ერთმა განსაკუთრებით ჩილეში 1960 წელს სოფლიო ჩემპიონატი რო ჩატარდა მაგის წინ დადგეს რა მაგის წინ შექმნეს მიწის დროა იყო და ჩილეს ართმევდნენ სოფლიო მასპინძლობას და გამოვიდა ეს ჩილეს ლიდერი და ეგ მაინც დაგვიტოვეთ აღარაფერი აღარ დაგვრჩაო სოფლიო ჩემპიონატი მაინც დაგვიტოვეთო და რაღაც აშენებულია ძალიან მაგარი სპორტული ჩახუტებულები არიან ერთმანეთს ხალხი ამ ციფროსთან დაკავშირებით რა ქანდაკები ხო მაგარი ისეთი რაღაცა თან სევდიანი არის და თან მაგარი არის ხო არ მახსოვს ნამდვილად არგი ბოლოს დაუტოვეს და ჩატარდა რა გავედით მე მგონი ბოლოში. საინტერესო იყო, ძალიან საინტერესო იყო. მოდი მანამ დავამშვიდობეთ ბატონ ლევანს მაყურებელს უთხრათ რომ მომდევნო გადაცემა უკვე როდეს 22 სექტემბერს უწევს, ხო? თუ არ ვცდები. 23-ში. 23-ში, 22-ში არის პარიზში, ბიჭო, ის დაჯილდოვება. ხო, მაგას ვამბობ, ხო, და მაგ უწევს და მაგნო საქართველოსთან ტრადიციულად სარბიელის წარმომადგენელი ვახტანგ გზიკაძე იღებს. ამჯერად ვახტანგ გზიკაძე იღებს მონაწილეობას. მისი ვარიანტები უკვე ფრანს ფუტბოლის რედაქციაში დევს, შეჯამებულია, მოკლედ. მე არ ვიცი. არა, არც მე ვიცი, მხოლოდ პირველი ნომერი ვინ არის დასახელებული საქართველოსთან ოქროს ბურთის გამოკითხვაში. ქართული ხმა ვის აქვს, ეგ ვიცი, პირველი ნომერი და დანარჩენს მომდევნო გადაცემაში. შეიძლება არ აქვს, ხო? 22-მდე არ შეიძლება ფრანს ფუტბოლი კრძალოს. არ შეიძლება და დავიჯებით ეგ რო ვთქვა და მოკლედ მომდევნო შემდეგი გადაცემა 25-ია მაინც. ხო, 25 მომდევნო გადაცემა და 22 უბრალოდ ფრანს ფუტბოლის დაჯილდოებაა და პარიზულ ამბებსაც მოგიყვებით თუ პარიზიდან ჩართვა ან რაღაც ეგეთი ვერ მოვახერხეთ, მოგვიყვეთ გეგმავთ ახლა. ხო ჩამოვა ვახტანგი. ხო ჩამოვა ვახტანგი, თუ არ ჩამოვა და იქ იქნება და იქიდან. ბატონ ლევან, ძალიან დიდი მადლობა. ასევე დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა ამ ულამაზეს უხენიერესი პრიზებისთვის და დიდი მადლობა რომ მომავალში ჩვენთან ერთად იქნებით და თქვენი პრიზებით ჩვენს გაგვანებებთ და ჩვენს წარმატებულ ფეხბურთელებსაც. დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ.